დღევანდელი გადაცემის თემაზე რო ვფიქრობდი და ჩემი სტუმრის მოწვევაზე რო ვფიქრობდი, უნებრივია კიდევ ერთხელ გადავავლე ჩემს ძალიან საყვარელ თემას თვალი. ეს არის ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ჩემი სტუმარია დღეს პერსონალური მწვრთნელი, ბოდიბილდერი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეწევა, გიორგი საფარიძე. დაველოდოთ ამ გადაცემას და გთხოვთ რომ მოусმინოთ. მადლობა პირველ რიგში, ჩემთან რომ მოხვედი გადაცემაში. საიდან იღებ სათავეს შენ შემთხვევაში ის რომ დღეს ხარ პერსონალური მწვრთნელი, ზრუნავ ადამიანების ჯანმრთელობაზე და არაერთი წელია იმარჯვებ, ხარ გამარჯვებული არაერთი კონკურსის. გახსოვს ეტაპი, როდესაც დაიწყე ვარჯიში საერთოდ. საინტერესო როგორ შემოვიდა შენ ცხოვრებაში? ხო, საინტერესო იცი რა არის? ჩემს ცხოვრებაში პირადად ვარჯიში ცოტა უცნაურად შემოვიდა. დიახ. რომ მე გავიზარდე სოფელში. დიახ. და როგორ რაღაცა იყო, იცი? სოფელში ინტერესის სფეროები სხვადასხვა იყო ბავშვების ძირითადად თამაში, გართობა რაღაცები. ჩემი ინტერესის სფერო იმ ეტაპზე იყო ძირითადად სწავლა-განათლება, მინდა ჩემი პედაგოგია და ყველა ვარიანტში სწავლა-განათლება მინდოდა არ მინდოდა მიწევდა, მაგრამ კაი იყო. და უცებ მოხდა როგორ რაღაცა იცი? ჩემი სოფლის ბავშვები დადიოდნენ ჭიდაობის წრეზე. ამას გეუბნები მაშინ ვიყავი ალბათ 13 წლის ან 12 წლის. მეც შევედი ჭიდაობის წრეზე. შევყევი იმათ უბრალოდ ინტერესის გამო. ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი ფიზიკურად. ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი. ზოგადად ანად დიდი კი ვიყავი, რაც გეუბნები, აი ცოტა მაღალი. მაგრამ სუსტი ვიყავი და ძალა არ მქონდა მარხელა. აი ზრდაში შეფერხება არ ქონდა. არანაირად. ჭიდაობა მაინც ჩემი ძლიერი სფერო არ გამოდგა და მალევე შევეშვი. მე უბრალოდ რაღაცა ისე მოხდა სკოლაში, რომ კლავი მერჩოდა ძლიერი კლავი მქონდა, ვიყავი კლავჭიდელი, რაღაც სკოლაში ტურნირი ჩაატარეს, იქ მოვიდე და ისე გახდა ვიყავი კლავჭიდელი. გავხდი კლავჭიდელი, იქიდან დაახლოებით სადღაც 4 წელი მაგ სპორტში ვიყავი. ამის პარალელურად გაჩნდა ჩემი ინტერესი, უნივერსიტეტის სწავლა რაღაცები, მაგრამ ამის პარალელურად გამიჩნდა ინტერესი ამ სფეროში, რაც ახლა ვაკეთებ. მაგალითად ბოდიბილდერობამდე როგორ მივედი, სიმართლე გითხრათ, გარდატეხის მომენტი და გარდამავალი მომენტი მე არ მახსოვს. რამ გადამაწყვეტინა. ისე გაიღვიძე და თქვი რომ შევმეს. აი, მე ბოდიბილდერი უნდა ვიყო, არა. ბოდიბილდინგი მით უმეტეს ძალიან თული სფეროა. მაგრამ ის სფერო რაც არის ფიტნესი, რასაც ჩვენ ვეძახით. ნახე როგორ რაღაცაა, იცი? შენს გარშემო ხალხი და ზოგადად ჩვენს გარშემო ხალხი ესენი ვარჯიშს უყურებენ სხვანაირად. ზოგადად ჩვენ ვარჯიშს უყურებთ სხვანაირად. სპორტს უყურებთ სხვანაირად. ყველა ფიქრობს და ყველა თulis რომ ვარჯიში ფიტნეს დარბაზში არის სპორტი. არ არის სპორტი, ეს არის ფიტნესი. სპორტი არ არის ჯანმრთელი რამე. ანუ სპორტსმენი ჯანმრთელი ადამიანი არ არის. სპორტსმენის უკან ვინც არის პროფესიონალი სპორტსმენი, მაგის უკან დგას გონებრივი, ფიზიკური, მენტალური პრობლემები, იმიტომ რომ დიდი სპორტი ითხოვს მენტალურ მზაობას და ფიზიკურ მზაობას. ჩვენ რასაც ვეძახით, ამისგან უნდა მივიღოთ სიამოვნება, ეს არის ფიტნესი. აი მაგალითად, რასაც აკეთებთ, ფიზკულტურა. აი სასწავლი რაღაცაა. ჩვენ ერთს უბრალოდ გასაგებია გახდეს, ხო? ამას სულ მეუბნები რომ განასხვავეთ მეთქი. სპორტით ვარ დაკავებული, როგორ ხარ სპორტით დაკავებული? ხარ ფიზკულტურით დაკავებული, გაზო? სპორტით დაკავება არის ნახვამდი ის ამბავი. სპორტი სულ სხვა რაღაცა არის და სპორტი სულ სხვა რამეა. ეგ არის ფიზკულტურა. და კი. ფიზკულტურა კიდე ძალიან მაგარი რაღაცა არის. მოდი ვისაუბროთ იმაზე, რა ტიპის განსაკუთრებით რა ტიპის დაავადებების პრევენციას ახდენს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა. ნახე, ზუსტად მაგის თქმა მინდოდა წეღანას, რომ ჩვენთან ცოტა ოდნავ შორიდან რომ დავიწყო, ჩვენთან როგორი რაღაც არის წარმოვიდგინე. ადამიანი როცა არის ჯანმრთელი ფიზიკურად, ჩვენ არ ვიცით ჯანმრთელობის ფასი რა არის. არავინ არ ჯანმრთელობის ფასი. გონია რომ ამ ქარხანამ უნდა იმუშაოს სულ. ის საავადმყოფო რატო არის გადავსებული, იმიტომ რომ ჯანმრთელობის ფასი არ ვიცით. დალევის კულტურა კიდე ჩვენ არა გვაქვს, კი, ღვინის სამშობლო ვარ რაღაც იქ და აი ესე რომ ღვინოს დალევ მაგი არა, ღვინის დალევა. ანუ რაღაცებში მოვიკოჭრეთ, მაგ სფეროში გას ძალიან მოვიკოჭრებთ, მაგრამ აი
ფიტნეს რაც შეეხება და სპორტს რაც შეეხება, იცი ხალხის პრობლემა რა არის? ხალხი ვერ იაზრებს, ჩვენი ხალხი ვერ იაზრებს, რომ ის შენი სხეული რაც არის დღეს რომ მუშაობს ეს, შენ რომ გარედან ხედავ რომ მუშაობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სულ იმუშავებს. ეს მანქანა არ არის. შენი სხეული არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც უნდა მოუარო. შენ მოული ის გაცოცხლებს დიდხანს. არ მოული დიდხანს არ გაცოცხლებს. ახალგაზრდა მკვდარი არ გინახავთ? მინახავს მე კიდე 100 წლის ადამიანია. იაპონიაში იძახდნენ რომ იაპონიასო პირველ ადგილზე გავიდა, ეხლა როდის ვკითხულობდი ალბათ ერთი კვირის უკან 100 წელს გადაცილებული ადამიანი ყველაზე მეტი იაპონიას ხავს. იმიტომ ყავს ყველაზე მეტი იმას რომ იქ ხალხი ამუღამებს რომ ვარჯიში კარგია, ჯანსაღი ცხოვრება კარგია, ეს ღვინისმა დალევა, ჩვენთან კიდე ღვინისმა სუდი რა აქვს. დალევენ 3 ლიტრ ღვინოს, იმას დააყოლებს ბევრ საჭმელს, გადაბრუნება წამოწვება. მას ვერ იმუშავებს ორგანიზმი. ანუ ორგანიზმი ეგრე არ მუშაობს. ორგანიზმი ჭირდება მუდმივად ფიზიკური აქტივობა, ფიზიკური აქტივობა, ქუჩაის სიერნობა, მით უმეტეს რომ ეხლა ჩვენ ბათუმში ვართ და ბათუმს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით. ერთი პლუსი, ძალიან დიდი პლუსი გვაქვს, რომ გვაქვს ბულვარი. ანუ ადექი გაისეირნე ბულვარში. საღამოთი გადის უფთაერზე გაისეირნე ბულვარში. ვარჯიშობ, ნაკლები პრობლემები გაქვს ჯანმრთელობისა. აი ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებია, წნევები ვისაც აწუხებს. აბსოლუტურად ჰიპერტონია. წნევა ჩვენთან 90% აწუხებს წნევა. რატო აწუხებს წნევა? მთელი დღე არის ან საოფისე სამსახურში ესე შაბლონურად, ან ზის, ან არის უმოქმედო. ვერ წარმოიდგენ რა ნაადრევი ასაკიდან ადამიანები სვამენ მარეგულირებელს. ანუ არ შეიძლება მარეგულირებელს. აღმოაჩინე ჩვენი ერთ დღეს მე 50-ის ხვდები წელს და აღმოაჩინე რომ ჩემს ძირბლივ მეგობრების ძირითადი ნაწილი ჩემი თავის არის მარეგულირებელზე. ხახნო 50 წელი არ არის ის პერიოდი რომ ფიზიკური ნაკლები აქტივობის გამო მიიღო ყოველდღიურად მარეგულირებელი წნევის. ეს არის არც ერთი ასაკი მე პირადად არ მიმაჩნია, არც ერთი ასაკი არ მიმაჩნია იმისათვის მზად რომ შენი უმოქმედობის, შენი უნებისყოფობის, შენი მოუნდომებლობის და პირობითად აი უხეშად ვიტყვი, ვერ გაუმაძღრობის გამო რომ აი დალევას ვერ ეშვები, გართობას ვერ ეშვები, ზომიერად ჭამა ვერ ისწავლე. მაგის გამო შენი ორგანიზმი მიიყვანო იმ მდგომარეობამდე, რომ დაგჭირდეს წამლები იმისათვის, რომ ნორმალურად იცხოვრო. როდესაც ამის კეთება დაიწყე, ეს შენთვის საინტერესო აღმოჩენა იყო, გიო, საინტერესო პროცესი იყო? კი, პრაქტიკულად ჩვენ ძალიან მომიჯნავე ამბავი გვაქვს პროფესიებში. ნახე როგორი რაღაცა არის. ჩემი სფეროში მაგალითად მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მე მიმაჩნია რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ და ისიც მიმაჩნია რომ ჩემს საქმეს კარგად იმიტომ ვაკეთებ რომ ჩემი საქმე მიყვარს. ნებისმიერ თემაში რაც არ უნდა საქმეს აკეთებდე, შენი საქმე თუ არ გიყვარს, შენ საქმეში წარმატებული ვერ იქნები, ეს ერთი. და ვერც სხვას ვერ ასწავლე, ანუ როგორ უნდა შეაყვარო ადამიანს ვარჯიში, როგორ უნდა დააჯერო ადამიანს ვარჯიში, იმ ადამიანს, რომელიც არ არის ამ საქმის კაცი. უყვარს დალევა, უყვარს კეიფი, უყვარს გართობა, უყვარს მოსვენებული ცხოვრება, ვარჯიში არ არის ადვილი. იცი როგორ რაღაცა არის? ფიზიკურად ვარჯიში ადვილი საერთოდ არ არის. დამღლელი არის, რთული პროცესი არის, მტკივნეული პროცესი არის. უბრალოდ ეგ ინფორმაცია უნდა მიიტანო ადამიანებამდე ისე უნდა მივიდეს ეს ინფორმაცია მასთან, რომ მას გაუჩნდეს ამის სურვილი, ინტერესი და მან შეძლოს აკიპოვოს თავისი თავი. არავის კომპეტენციას მე არ ვეხები და არავის კომპეტენციას არ ვილაპარაკებ, არასდროს გამორიცხულია, ყველა თავის საქმე იცის, როგორ ას გააკეთებს. ჩემი გადმოსახედიდან მე რასაც ვაკეთებ არის ის, რომ მოდი როგორ არის, იცი? გინდა მაგალითად გაქვს სურვილი, ელემენტარული სურვილი გაგიჩნდა, ხო? გაქვს სურვილი, რომ ვარჯიში დაიწყო. რა შემილია მე შემოგთავაზო შენ. მე ახალ ამერიკას ვერ აღმოაჩენ, გამორიცხული ამბავია. მე მაქსიმალურად შემილია შემოგთავაზო შენ ის, რომ აი შეგიქმნა ის განმეორება, რითიც კომფორტულად იგრძნობ თავს. აი მოხვედი ვარჯიშზე პირობითად, დაიწყე ვარჯიში დარბაზში. და მეუბნები რომ რაღაცების კვების პრობლემა გაქვს, რაღაცა ფიზიკური აქტივობის პრობლემა გაქვს, გამეგვიანიძინებ. მე თუ მოგადგები ახლა ნებისმიერ ადამიანს თუ მოგადგება შენ და შეგზღუდავს ჩარჩოებს დაგიწესებს. ადამიანები არ ვართ ისეთები რომ აი ჩარჩოებში მოვექცეთ. რაც არ უნდა იყოს დროთა განმავლობაში მიდიხარ იმ მდგომარეობამდე რომ ჩარჩოებიდან გაიქცე. მე თუ შენ შეგზღუდე და გითხარ რომ იცი რა ზვიად შენ კი იღვიძე 10 საათზე, მაგრამ დილა 7-ზე უნდა გაიღვიძო, სხვა გზა არ არის. დილით 6-ზე კი არ გიყვარს, მაგრამ უნდა ჭამო რაღაცა, სხვა გზა არ არის. ღამეთ იძინებ 2 საათზე, მაგრამ 10-ზე უნდა დაიძინო. ამ ყველაფერს შეიძლება ერთი დღე мотиваციის ხათრით. მეორე დღე ჩემი ხათრით გააკეთე. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ შენ ამ ყველაფერს აღარ გააკეთებ. იცი რატო? იმიტომ რომ ეს პროცესი აქ ვერ ხედავ შენ ვერაფერს დადებითს. აქ ვერ ხედავ შენ ვერაფერს პოზიტივს. აქ ვერ ხედავ შენ ვერაფერს შენსას. გზღუდავს ეს.
საინტერესოა ვისთან როგორი მიდგომაა საჭირო. აი მაგალითად მე ვარ ესთეტი ტიპი და ჩემ შემთხვევაში გარდა იმისა რომ ფიზიკურად გრძნობდე თავს არის მნიშვნელოვანი, თუმცა ამის საპირწონედ ზუსტად არის ასევე ისიც თუ როგორ გამოვიყურები. მაგალითად ხშირ შემთხვევაში მე ჭარბი წონა შეიძლება ფიზიკურად ნაკლებად მაღელვებდეს, ვიზუალურად არ მომწონს. გამიგე ხო რას ვიძახი? ცოტა სხვადასხვა რამ არის რა. უმრავლესობა შემთხვევაში ადამიანი როცა მიდის სავარჯიშო დარბაზში და აყავს პერსონალური მწვრთნელი, ბევრს აქ არასწორი ვერ ვიტყვი, უფრო არასაკმარისი ცნობიერება იმისათვის რა სიტყვის ჯერ მწვრთნელისაგან, მე რა სიტყვის დარბაზისაგან და მე მესამე რა სიტყვის საკუთარი თავისაგან. მე ფოკუსებს ვერ ვატარებ. ანუ მე ფოკუსებს არ ვატარებ. მე გაჩვენებ თქვენ სწორ გზას, რა უნდა გააკეთოთ, რომ მიხვიდეთ იმ შედეგამდე რა შედეგიც გინდათ თქვენ. მაგრამ აქ ნახე როგორ რაღაცა არის. პირობითად ხარ X პიროვნება შენ, რომელსაც გინდა ესთეტიკური ნაწილი. მე ამისათვის რას ვაკეთებ, იცი? გეუბნები, რომ ზვიად იცი რა, შენ რო ეს გინდა, ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ მივდივართ ამ ბიზნესკენ. ამ ბიზნესკენ გასავლელი გზა მარტივი არ არის. აქ შეხვდება ბევრი პრობლემა იქნება რაღაცები, მაგრამ ნახე როგორ რაღაცა არის, უნდა ფოკუსირდე მიზანზე. მიზანი თუ არ გაქვს, ეგ არის, მაგის სხვა მინდა რომ მიზანი თუ არ გაგაჩნია. თავარია რა ჩანს მიზანში, რა უნდა მიზანი. მიზანი თუ არ გაგაჩნია, თავარია რომ მიზანი აქვს. ესე უბრალოდ რომ მიხვიდე, ნებისმიერი საქმე გააკეთო, ვერ გააკეთე. სპორტში მით უმეტეს, ფიტნესში მით უმეტეს. მაგრამ ნახე, შენი მიზანი ხო არის რაღაცა. ამ შემთხვევაში პირობითად იყო ფიზიკურად კარგ ფორმაში. ეხლა მე რაც ჩამოგიტყვალე ზუსტად ის კრიტერიუმები რომ აი უნდა გაიღვიძო, უნდა დაიძინო, ეს უნდა ჩამო, ის უნდა ჩამო. მე გეუბნები ესეთ რაღაცას რომ პირობითად შენ რომ მეუბნები უნდა ვიყო ამ ფორმაში, მე გთავაზობ ამ ფორმაში რომ ჩვენ მივიდეთ, უნდა გავაკეთოთ ესენი. აი ეს რაღაცა კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ. თუ მეტყვი იმას რომ იცი რა, აქედან ამ 5 კრიტერიუმიდან მე 3 შევასრულებ, მაგრამ 2-ზე ვერა. მაშინ ის ჩვენი მიზანი მიუღწეველი იქნება. მაგრამ შეიძლება მოვიქცეთ ესე. მოდი 3 ახლა შევასრულოთ და 3-ს როცა შევასრულოთ და დაინახავ რომ იცი რა, ბიზნესკენ თუ 10 ნაბიჯი გქონდა 3 ნაბიჯი დაგვრჩა მარტო. შენ იმხელა мотиваცია მოგეცემა. იმხელა თავდაჯერებულა მოგეცემა საკუთარი თავისა რომ იმ 2-ზეც დათანხმდები. კაიგე? პირველი რაც უნდა ადამიანმა მიხვდეს, როცა ჩემთან მოდის, ან ნებისმიერ დარბაზში მოდის, ან მარტო გადაწყვეტა რომ ვარჯიში უნდა და რაღაცას უნდა მიაღწიოს. პირველ რიგში უნდა იცოდეს რა უნდა. მიზანი უნდა დაისახოს. და მეორე არის უკვე ამ ბიზნესკენ სწრაფვა არ არის მარტივი. ამ ბიზნესკენ სწრაფვაში უნდა აირჩიოს სწორი პარტნიორი, ვინც დაეხმარება, ვინც სწორად მიიყვას მიზნამდე, თორემ მიზნამდე შეიძლება მარტოც მიხვიდე, მაგრამ მიზნამდე შეიძლება ჩემთან ერთადაც მიხვიდე, პირობითად. მარტო თუ გჭირდება 2 თვე, პირობითად ავიღოთ დრო, ჩემთან ერთად შეიძლება გჭირდება 2 კვირა. ამიტომ ეს უნდა აარჩიო. როგორც წესი ხშირ შემთხვევაში, მაგალითად ჩემ შემთხვევაში როგორ იყო, დარბაზემდე რატო ვერ მივედი? რამდენჯერაც მივედი, მოხდა სტანდარტული მეთოდებით ჩემთან დამოკიდებულება, რაზეც ჩვენ გზაში ვსაუბრობდით. საბოლოო ჯამში ჩემმა ტვინმა აღიქვა ეს ამდენ დღის გადატვირთულობაში კიდევ რაღაც ზედმეტ დავალებად და უარი მითხრა. უბრალოდ, როდესაც გამახსენდა დარბაზი, დამეწყო მტკნარება. საერთოდ აღარ მომიდა წასვლა. აი ამ საკითხს რას უშვები, გიო? მაგ საკითხს რას უშვები, ნახე? პერსონალური სიტყვა რას გეუბნება? ხო, რა თქმა უნდა. მაგითო ხარ ჩემთან გადაცემაში მეთქი, რას გეუბნება? პერსონალური ზოგადად სიტყვა ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანს უნდა მიუდგე განსხვავებულად. დიახ. პირობითად ვიღაცა მოდის, ვიღაცა ადამიანი, რომელსაც აქ აი რკინის მენტალიტეტი, არის რობოტი. დიახ. დაავალებ აკეთებს. ეუბნები აკეთებს. კი. არიღლება. ეგეთ ტიპს ცნობ ალბათ ეგრევე. ეგეთ ტიპს ეთყობა ეგრევე. თავიდან საწყის ეტაპზე რო მაგალითად შენ არის სენსიტიური ტიპი. შენ არის სენსიტიური ტიპი, რომელიც არის, შენ არის სენსიტიური ტიპს, რა უნდა მოუხერხო ნახე. მოუხერხო ცოტა ბჭყალებში. ხო, ნუ გასაგებია. რა უნდა მოუხერხო ნახე. ნუ მოერიდები დეფინიციებს, არა. მაქსიმალურად უნდა შეუქმნა იმის კომფორტი, რომ აქ იგრძნოს სიამოვნება. დიახ. ანუ სიამოვნება უნდა იგრძნოს ამ პროცესში. გულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც აქვს საკმაოდ რთული დღის წესრიგი. არა მარტო რთული დღის წესრიგი, ზოგს რთული დღის წესრიგი აქვს, ზოგს რთული ხასიათი აქვს, ზოგს უბრალოდ ჯანმრთელობის პრობლემა ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს. ყველა ადამიანს უნდა შეუთავსო თავისი სტილი პროგრამა. და ყველა ესე ნახირივით არ უნდა მიუშვა ყველაზე ერთ და იგივე პროგრამა არ მუშაობს. ვერ იმუშავებს, გამორიცხული არის. შენ ხარ სენსიტიური ადამიანი, ხო? იღლები, მაგრამ ნახე, შენ არის ადამიანისათვის ვარჯიში პირიქით უნდა იყოს განტვირთვა. განტვირთვა. აი განტვირთვა უნდა იყოს, მთელი დღე გონებრივად მუშაობ, ტვინი გადაღლილი არის, იქ რომ მიდიხარ, დარბაზში რომ მიხვედი, იქ ტვინს უნდა თიშავდე. პერსონალურ მწვრთნელთან და იმიტომ ვარჯიშობ, რომ იქ ტვინი უნდა გათიშო შენ. შენ აღარ უნდა იფიქრო. კითხვა საითკენ მიმყავდა. შენ როგორც პერსონალური მწვრთნელი მუშაობ იმაზე,
რომ სხეულს, ადამიანს, ხასიათს გაუჩნდეს ფაქტებში. დატვირთვის მიმართ ტოლერანტობა. დიახ, უდაოდ. მე ამასეა ვეუბნებოდი მეგობრებს, რომ კუნთი ეს არ არის ასე რაღაცა უტვინო კუნთს როგორც საგვარი უტვინო ბასასინამდვილეში, ეს არის მთელი ინფორმაციის კუნთები ნახე როგორ რაღაც არის. ვიღაცას მესაუბრე კუნთზე, განვითარებულ კუნთზე და მესაუბრე იმაზე, როდესაც ადამიანს განუვითარებელი აქვს კუნთი. რამდენჯერმე იყო რა ისიც, რომ აი რასაკეთებ ვარჯიშობ. შენ დასასუსტებელი რა გჭირს? ანუ ადამიანებს აღქმა იმდან, მithom თუ ვარჯიშობ, ესე იგი მსუქანი უნდა იყოს და სუსტები. ხო. ანუ ეს არ არის ბიჭო, რა შუაშია ეგ სად დასუსტება, სად ვარჯიში. დიახ. სხეულში კუნთის მნიშვნელობას რაც შეეხება, კუნთები არის ყველაფერი. ნებისმიერი სისხლის მიმწოდებელი, სისხლის მიმწოდებელი, ჟანგბადი, ფილტვები, ყველაფერი არის კუნთოვანი, ცილა. წარმოგიდგენთ, კუნთი ზოგადად რაღაც არის, მაგრამ ცილა ხო არის გაგონიან პროტეინს, ინგლისური სიტყვა პროტეინი. ჩვენ ამ პროტეინს თორთულად ესმის და სხეულის ყველაზე დიდი ანტიოქსიდანტია, მე ვფიქრობ კუნთი. ცილა აუცილებელი არის. კუნთები მეტი გაქვს, შესაბამისად ნახე მეტი არის კუნთი, ჩქარია მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზმი არის ნივთიერებათა ცვლა. რაც უფრო მეტი კუნთი გაქვს, მით უფრო ჩქარი მეტაბოლიზმი გაქვს. რაც უფრო მეტი კუნთი გაქვს, მით უფრო ძლიერი ხარ ფიზიკურად. რაც უფრო ძლიერი ხარ ფიზიკურად და ჩქარი მეტაბოლიზმი გაქვს, ორგანიზმი ნაკლებად აგროვებს ცხიმს და ნაკლებად ისტრესება. რაც უფრო ნაკლებად ისტრესები, ნაკლებად ცხიმი გიგროვდება, მეტი კუნთი გაქვს, ჩქარი მეტაბოლიზმი გაქვს, ხარ მეტად პროდუქტიული და თავდაჯერებული. აუცილებლად არ მინდა რომ გამოგჩეს რომ დღეს სადაც აშლილობების ეპოქაში ვცხოვრობ, სადაც ეგ კატასტროფა. ამ საუკუნის ყველაზე რთულ გამოწვევად ითვლება ფსიქოტროპული აბები, ფსიქოემოციური ბალანსი, სადაც ადამიანები შეუმჩნევლად მიდიან რთულ ფსიქიკურ მდგომარეობამდე. მე არ ვიტყოდი დაავადებას, იმიტომ რომ არ მიყვარს, როდესაც ეთერში მყავს გადაცემაში სტუმრად ადამიანი და ამბობს ნევროზული დაავადებები, ფსიქიკური მდგომარეობებს დავარქვევდი. ამ მდგომარეობის სერიოზული პრევენცია ალბათ ამაში დამოკიდებულია. უდაოდ. ნახე, ვარჯიში არის პირველი რაც შეიძლება რომ ვარჯიშმა მოგცეს შენ არის სიმშვიდე. დიახ. ფსიქოლოგიური სიმშვიდე. აგრესია გვიგროვდება ქუჩაში. სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ. ვერავინ ვერ მეტყვის, რომ სტრესული გარემო არაა. ქუჩაში სტრესულ გარემოში მარტივად კეთილ დაპარკინგების დროს როგორ აგვეშალა ნერვები. ხო, ერთი ძალიან მარტივი. ეგ უნდა მეთქვა, ახლა გადახვალ ქუჩაში და არ ვიღაცას მოუშლი ნერვებს, ან შემოგეშლება ნერვები. სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ. ამ სტრესისგან გვიგროვდება აგრესია. ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, ერთი კვირა, ერთი წელი, მით უმეტეს რომ გარშემო ყველგან სტრესი არის. სამსახურში სტრესი არის, ქუჩაში სტრესი არის, ოჯახში სტრესი არის, მეგობრებთან გახვალ სტრესი არის, რაღაცა ეტაპების სტრესი არის. დიახ. ამ სტრესს როგორ უნდა გავამკლავდეთ რა? თუ ფსიქოლოგიურად მყარი ადამიანი ხარ, შეიძლება რაღაცაზე გადაართო ეს ტვინი, რომ პირველად წიგნი წაიკითხო, თუნდაც გახვიდე ისე, ეგეც ვარჯიში შეიძლება გაიყვანო, მაგრამ ეს ყველაფერი გიგროვებს აგრესიას. ეს აგრესია სად უნდა წაიყო? ან ვიღაცაზე უნდა გადაანთხიო ეს აგრესია, რაც არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება გააკეთო, ან მეორე, ამ აგრესიას მიცეს სწორი მიმართულება. შედი ძმაო დარბაზში, იგი არის რკინები და გამოავლე შენი აგრესია იქ, გამოავლე შენი ძალა იქ, დაიცალე ფსიქოლოგიურად. სხეული იძერწება სამზარეულოში. სამზარეულოდან იწყება. და მეც ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა აქაც ძალიან ბევრი საკითხთან მივდივართ, ეხლა მაგალითად კვების ნაწილში თუნდაც ხომ ზოგს არ უყვარს ქათმის ხორცი მაგალითად, ზოგს არ შეუძლია მოხარშული კვერცხის ჭამა, რაღაცა უამრავი პრობლემები ახლა ინდივიდუალურად ამ საკითხს არ განვიხილავთ, მაგრამ რამდენად ამ ქაოსში, რამდენად ახერხებ შენს დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების კვების კონტროლს, რაც არის უმნიშვნელოვანესი და კიდევ ინტერვალს. ხამე ჭამეთ. საშინელებაა. სხვათაშორის მინდა გითხრათ 18 საათიან ინტერვალზე ვარ უკვე მე-13 თვეა. ამაზე ჩვენ როცა დღეს შევხვდით, მაშინაც გეუბნებოდი რაღაცებს და ეხლაც ვიტყვი ეს რაღაცა, რასაც სულ ვიძახი მე ეთერშიც მithქვამს და ისედაც სულ ვიძახი და ვეუბნებით რომ აი პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ჭამა, რას ნიშნავს ჭამა. ჩვენ ჭამა არ ვიცით. მით უმეტეს რომ ქართული სამზარეულო ყველამ ვიცით რაც არის, გემრიელია. ქართული სამზარეულო გემრიელი არის და ძალიან მსუყე საჭმელები არის, მაგრამ ჩვენ ჭამა არ ვიცით. მაგაში რას გულისხმობ, იცი? აი მთელი დღე დილის 8 საათი კაცი გამოვა სახლიდან, მთელი დღე გარეთ არის, მთელი დღე არ ჭამს, სიგარეტი ყავა არ ჭამს და საღამოს 8 საათზე რომ მიდის ის სახლში, ხშია.
მგელივით ხარ. მგელივით ხარ. შია და აი ყველა ვარიანტი ჭამ. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ანუ საღამოთი ხო ჭამა, იმას სანამ მიხვდა, ის სანამ მიხვდა იმას, რომ აი ეს საქმეები საკმარისი იყო მისთვის რაღაცა, გადაძღა, ეხლა ვეღარ სუნთქავს და რა გააკეთოს? კი არ გადის და კი არ შეინოს რაღაცა მოინელოს, წამოწვა. ეს არის პირველ რიგში პრობლემა, რაც გვიქმნის ბევრ ჯანმრთელობის პრობლემას. თუნდაც დიაბეტი, თუნდაც ეგ წნევაც აერიდან არ მოდის ჰიპერტონია. დიაბეტი, ჯანმრთელობის პრობლემები, გასტრიტი 1000 უბედურება. ფუჭის პრობლემები. აი პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? პირველი რა უნდა ვაკეთოთ? უნდა ვისწავლოთ რომ უნდა ვჭამოთ. დღეში ადამიანმა 3-ჯერ რო ჭამო, ან 4-ჯერ რო ჭამო. თუ პირობითად რაღაცა მიზანი არ გაქვს და ვიღაცამ შეიძლება დაამუღავა მაგალითად რომ აი როგორც შენ დაამუღავა რომ 18 საათიანი ინტერვალური შემშილი, შენთვის კარგი არის. დამუღავებული გაქვს და სიამოვნებს მოგწონს. ანუ ამას აკეთებ იმის ღმერთს რომ რაღაც წინაპირობები დავუშვათ არის შემთხვევაში დიაბეტის შემთხვევაში არ შეიძლება არ შეიძლება მარეგულირებელის შემთხვევაში რაღაც ქრონიკული პრობლემის შემთხვევაში არ შეიძლება ამან შენ არ შეიძლება დისკომფორტი პირიქით დადებითად განკაწყო ძალიან დადებითად განმაწყო ჩვეულებრივ შემთხვევაში ჩემთან ვინც მოდის მაგალითად ხო დარწმუნებული იყავი რომ 99% მეუბნება იმას რომ აი კვების პრობლემა მაქვს კვების პრობლემა რას ნიშნავს დილით ვერ ჭამ რატო ვერ ჭამ დილით? დილით ვერ ჭამ რას ნიშნავს? არ მშია. კაი, ოკეი, არ ხშია. უნდა ვისწავლოთ დილით ჭამა. გასოს გიყვებოდი მეთოდს. დილით უნდა ჭამო, თუ მინდა რომ სწავლო ჭამა, ისწავლო დილით. დილით ჭამე ყველაფერი, რაც შენ გინდა მინიმუმ 1 კვირა 10 დღის განმავლობაში. იმისათვის რომ ჭამა დაამუღამო, რომ შენ დილით გშივდება. მერე უკვე იმას შანსლობა შეგიძლია. თავარი პრინციპი ჩვენი არის ის, რომ დღეში 3-ჯერ მაინც უნდა იყובო ადამიანმა, რა. საუზმის გარეშე გარეთ არ უნდა გამოხვიდე. ანუ შუა დღის ჭამა, საღამოს ჭამა არაფერი არ არის. იცი, მე მაქვს ჩემი ვარიანტი, უცებ გეტყვი. რთული მისაღწევი არაფერი არ არის. არა, მე რას გულისხმობ, იცი, დილით ადამიანები ვერ ჭამენ ერთი მარტივი მიზეზის გამო. როგორც წესი დილით ვერ ჭამს ის ადამიანები, ვინც ნაცვლად 7-8 საათისა იღვიძებს 10-ზე, 11-ზე, მაგრამ მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება იღვიძებდეს 8-ზე, მაგრამ სხეული იმდენად გადაღლილია, რომ საერთოდ არ აქვს მადლობა. ანუ ადამიანი თუ დააკვირდები არის ძალიან შესუსტებული დილის საათებში. თუ დააკვირდები. საღამოთი არ ჭამო დაძინებამდე 1-3-4 საათით ადრე. დიდ რო გაიგუზებ შიერი იქნება. ხო, მე მაგითო დავიწყე საღამოთი, ნახე. იმიტომ რომ დაძინებამდე 5-6 საათი არ ჭამ. საღამოთი რომ მიხვალ სახში, ჭამ და დაწვევი, დილით რაც არ უნდა იყოს, ის საჭმელი მონელებული არ არის. იმას ვერ მოინელებს ორგანიზმი, ის დასვენების რეჟიმში უნდა გადაერთოს და შენ აქეთ საქმეს უტოვებ, თან რა მხელა საქმეს. იმას ვერ მოინელებს და დილით რაც არ უნდა იყოს, აი გულზმარვის შეგრძნება იქნება, უსიამოვნო შეგრძნება იქნება, საჭმელი არ მოგინდება რა. გულისრევის შეგრძნება იქნება. ამიტომ რა უნდა გააკეთო? ჭამა ეს არ არის პროსტა ჰაერიდან მოსული უბრალოდ ჰაერიდან მოსული პროცესი. ეს უნდა დაარეგულირო, რეგულარული ხასიათი უნდა კონდეს ამას. უნდა იგრძნო რომ შენ ეს გჭირდება, ჭამა ჩვენ არ გჭირდება იმისათვის რომ გადავსკდეთ. ჩვენ გვჭირდება იმისათვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ვიყოთ კარგად. თუმცა ასევე აღნიშნე შენ რომ მნიშვნელოვანია საჭმელი იყოს სასიამოვნო. კი, პროცესი. გემრიელი საჭმელი უნდა ჭამო. კი, აუცილებლად. აი პრობლემა რა არის? დიეტების პრობლემა რა არის? აი ჭამენ ბრინჯი და მაწონი. ანუ უმი ციციბურო და მაწონი. უმი შეთას მარტო მოხარშული ციციბურო და მაწონი. ესე მიყვარს ყველანაირი. შენ გიყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს. გამიმართლა ხო? კარტოფილი და რაღაცა. ეგეთი საჭმელები არაჟანი მარტო. ის ხო არა ხარ, რა ქვია, რობოტი. ყველა ვარიანტში საკვები უნდა იყოს გემრიელი. აი ნახე. გიო შეყვარებული შემოგვიერთდა. ახალგაზრდა არაჩვეულებრივი ადამიანი, ასევე პერსონალური მწვრთნელი. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად გრძადები. მადლობა. აი წერთ გადაცემას და კვებას ბოლო წუთებში შემოგვიერთით ყავით. კვებას რაც შეეხება. დიახ. თავარი პრინციპი ყოველთვის არის ის, რომ უნდა ვჭამოთ. მაგრამ ჭამა არ ვიცი თქო რომ ვიზახი. დიახ, გადაცემის მიწურულს თავარ პრობლემას მივადგეთ ერთ-ერთ. რას აბა? ძილი. ძილი სხვა რაღაცა. დატვირთვის ნაწილში არის უმნიშვნელოვანესი. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ უძილობის, აი ძილის აშლილობა არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა თანამედროვე. ნევროსთან მაგას მიყავხარ. ეს არის სულ ვეუბნებ მეგობრებს, ძილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისთვის არის საჭირო. ის ჭირდება მხოლოდ ნერვულ სისტემას. მეტი სხეულს არაფერში არ ჭირდება ძილი. ძილი დროს ისვენებს ნერვი. აი ამას როგორ აღწევ ადამიანებთან, აი ამ ნაწილში როგორ ხარ გიო. რამდენად გასაგებია ადამიანებისთვის, ვინც ვარჯიშს იწყებს, რომ სასურველია დაიძინოს დღეს, ანუ 12-მდე. მე მაგალითად 18 საათიანზე ვარ, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს. ვერ იძინებ. ვიძინებ ღამის 2 საათს. როდესაც
საღამოს 5 საათზე ვამთავრებ კვებას და ვიძინებ ღამის 2 საათზე. ეს ცალკე პრობლემაა უკვე. დიდი პრობლემაა. მე გეუბნებოდი რომ კვება საჭირო არის, სწორი კვება ნიშნავს იმას, რომ დაძინებამდე 3-4 საათად ადრე არ უნდა ჭამა. ეს ყველაფერი მე მაგალითად ესეთი მიდგომა მაქვს. არაფერში არ ვზღუდავ არავის. დიახ. მე ვაძლევ ვარიანტს. რომ ესე არის, ესე არის და უნდა არჩიო. მოდი ამას ესე გავაკეთებ, უკეთესი გვექნება. მაქსიმალურად ვაძლევ საშუალებას ადამიანს, რომ გადაწყვიტოს თვითონ რა უნდა თავისი ჯანმრთელობისათვის. რა ფიქრობ, საერთოდ რამდენი საათია საჭირო იმისთვის, რომ რაღაც არის. ეგ ძალიან განსხვავებული მიდგომაა. პირობითად, ჩემი შემთხვევაში მაგალითად მე ვარ ესე მივეჩვიე რატომღაც. მე თუ მძინავს 5-6 საათი, კარგად ვარ. დიახ. ანუ 5-6 საათი თუ მძინავს, იდეალურად გძნობ თავს. მაგრამ თუ მძინავს 9 საათზე მეტი, მაშინ უნდა მეძინოს 13-14. ნუ გამოვიძინო, ანუ 9 საათს თუ ვიძინებ, მე გაბრუებული ვარ. დიახ. მაგრამ თავარი პრინციპი რა არის? ცი სწორ დროს დაძინება. ის ჰორმონები, რასაც ჩვენ ძილს ვეძახით, თავარი ჰორმონები, რაც გამომუშავდება, ეს მელატონინი, ბევრი და ზრდის ჰორმონები და ეს რაც გამომუშავდება, ყველაფერი გამომუშავდება ღამის იმ მონაკვეთში, როცა არავის არ გძინავს. 11 საათიდან პირველ საათამდე 10-ის მერე. რეალურად ეგრეა, ხო? რეალურად ეგრეა, კი. 11 საათიდან 2 საათამდე ძირითადი ნაწილი არის ძილის. აი რო დაიძინო საღამოთი 10 საათს და გაიღვიძო დილის 4 საათზე, უფრო მეტად ენერგიული იქნები. ვიდრე ის რომ იძინებს 3 საათზე, ღამის 3 საათზე, გაიგვიძოთ უკვე დილის 3 საათზე. ვერ იქნები, იმიტომ ის ჰორმონები რაც უნდა გამომუშავდეს, ის რო წავიდა უკვე აღარ არის. ის ჰორმონი არ გამომუშავდება. ღრმაძილში ვერ გადადიხარ. ეგ ჰორმონები რო გამომუშავდეს, უნდა გადახვიდე ღრმაძილში. ღრმაძილში ვერ გადადიხარ ფიზიკურად. ღრმაძილში სადაც ისვენებს ნერვული სისტემა, სადაც ისვენებს ცხიმები, სადაც ორგანიზმი გადადის აბსოლუტურად სწორ მეტაბოლიზმზე და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგისი პრობლემაც არის თანამედროვე ცხოვრების სტილი. ანუ ტელეფონით არ უნდა იძინებდე რა. ტელეფონი გადადე და იძინე ეგ არ არის. სხვა ოთახში უნდა გედოს რა. სხვა ოთახში უნდა გედოს ტელეფონი და დაძინებამდე 1 საათი საათახევით და ტელეფონთან კონტაქტი არ უნდა. ისე ამასერად წვიმიან ამიჩი ჩამოვიარე და გორკის ქუჩაზე გორგილაძის ქუჩაზე მოვდიოდი და ბანკთან გამოვიარე რა და გარეთ იდგნენ დაახლოებით 1-30 ადამიანი იყო რაღაცა 1-200 მეტრის მანძილზე რა შეფარებს რო აფარებს თავს ყველას ტელეფონში გადათავე ესე ჩამოვატარე კადრ თვალით აი გამოვიარე და ყველა ტელეფონში ჩვენი პრობლემა არის ეგ პრობლემა არის ჩვენ რეალური პრობლემა არის და ეგ თაობებს შეუქმნის პრობლემას ეს თაობები მე და შე ვლაპარაკობდით ეს თაობები ამის პრობლემას იგრძნობენ როდის ცი აი ეხლა ვინც 10 წლის არის აი ეს 30-ს გადააბიჯებს მიხვდება რომ მაგისი პრობლემა აქვს უკვე აბუა ჩემს იდეალურად ძინა 85 წლის არის ის 10 საათზე ძინავს. დილას 6 საათზე იღვიძებს. რატო იცი ტელეფონით არ ძინავს იმას? მე მინდა გადაგიხადოთ მადლობა, იმიტომ რომ ჯანმრთელი ადამიანი ნიშნავს ჯანმრთელი საზოგადოების, ანუ საზოგადოების ჯანმრთელ წევრს. და რაც უფრო ბევრი ალინა მათ შორის შენც მინდა გადაგიხადო ამისთვის მადლობა. მე ვიცი რომ შენც იგივე საქმიანობას ეწევი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს პერიოდში შენც მოგიწევ გადაცემაში. ჯანმრთელი საზოგადოების წევრები, უბრალოდ საზოგადოების ჯანმრთელი წევრები ნიშნავს ასე თუ ისე ჯანმრთელ საზოგადოებას და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ, სოციალური არსებები ვართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ და ჩვენი ცხოვრება იყოს საინტერესო და ეფექტური. ასევე გისურვებ კიო რომ ალინა გისურვებთ რომ დარბაზის მიღმა თქვენი ცხოვრებაც ასეთივე დინამიური და საინტერესო იყოს. ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, ძალიან დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ. ბედნიერად, ნახვამდის.